ფილოსოფოსი ლევან ღამბაშიძე იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი. არასწორად წაიკითხა ვიღაცამ ნიჩე. უპასუხე. ამბირო იყოს. მართლა ტრამპირო. ხო, ოკეი. ის რომ მე 20-მდე არა მაქვს არანაირი ძალაუფლება. ქართულ ოცნებას ფავდა მხარდამჭერები, როცა გამოავლინა, რომ ის არ არის ბუნჩულა, არამედ არის ბრუტალური, სისხლიანი. პირველ რიგში ქართული ოცნების მხარდამჭერისთვის ეს აღმოჩნდა წერტილი, როდესაც მათ თქვეს, რომ არა. ვინც არ ამბობს მაგას, არა აქვს მნიშვნელობა ჩემთვის ფულით მიბმული შანტაჟით, დაშინებით. აქვს. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვჯეროდეს. გნებავთ ქრისტიანული იდეა დავარქვათ, გნებავთ ჰუმანური იდეა, რომ მე შენ მოგიტევებ თუ კი ამ საბედისწერო ბრძოლაში ჩემკენ იქნები. იმიტომ რომ ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ დინამიკა იქნება, რომ ხვალზე 2 წელიწადში მაინც ეგ ხალხი მაინც მაგ არჩევანს გააკეთებს. უბრალოდ დროს გვარგავთ. გვეჩქარებ, გავგლახენ, აი მანდ ვართ. წეგან ახსენე შენ ცნობიერებაში საბჭოთა კავშირის ხრევა. მგონია რომ უდიდეს შეცდომა რატომაც დაუშვა რუსეთმა დღეს, აი მიდით დიქტატურა მოაწყეთ. არის ის რომ იმათთვის ტრადიცია, თავისუფლება არ ყოფილა. ან ტირანი არის მათი ეროვნული სპორტი. რასაც ახლა ესენი აკეთებენ, არის ანტიქართული თავისი არსით, რომ მიდის ყველაფრის წინააღმდეგ, რაც ჩვენი თავის შესახებ ვიცით. ალაგ-ალაგ ძირითადი მომენტები. ეს ევროპა არის ნაწილი კაცობრიობის, რომელიც მიხვდა, რომ ომს ჯობია მშვიდობა. ბერძნული ფილოსოფია, რომაული სამართალი, ქრისტიანული რელიგია, ხო? შლილება თუ გამოუიძება. აბსოლუტურად სწორი შენიშვნა იმის გათვალისწინებით, რაც აქამდე ვილაპარაკეთ. რამდენი ხანს გისწორო ეხლა შეცნობდა? კაცი ადამიანი? ო, კარგი კითხვა. თუმცაღა იმასაც აღარ მედა თუმცაღა. შენ და ილია ერთად ხართ. ანუ ილიაც ამპარტავანი კაცი არის. ზანკა იმასმენია შენ, მე და ილია რო ერთად ვარ. არაფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის. მოდი მანდ ვიფიქროთ რა. მოჩალიჩე ტიპი ხარ. ეხა ნუ იგონებ. არიცი? გეუბნები. ვიცი, მგონია ბევრი სწრაფი შეკითხვა, რომელზეც შეიძლება დედაქალაქი, ეგრე კი. გავხედა ფილოსოფოსმა კაცებს, ვიტყო ბლიცის ის არის. რომელია ყველაზე მარტივი საგანი, რომელიც ამავდროულად არის ძალიან ფილოსოფიური. ფილოსოფი ვიცი, ვიცოდი მაგაზე პასუხი უეჭველი რა. სანამ უარესები გითხოვს, შეგვიძლია რომ დავამთავროთ.